მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო სტუდიიდან გზაგასაყართან ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები სტუდიაში სტუმრად მოვიცვიეთ გიორგი გვასალია მოგესალმები გიორგი დიდი მადლობა მოგზაურობისთვის მაყურებელს კი შევახსენებთ რომ ჩვენ საუბრობთ უკვე სოლომონ მეფის გამეფების პერიოდზე ეს არის მესამე მეფეთა მეცხრე თავი შეგიძლიათ შესაბამისი ტექსტი აქ წაიკითხოთ დღეს ვისაუბრებთ სოლომონ მეფის პოლიტიკაზე შინაურ პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკაზე გიორგი სოლომონ მეფე ცნობილი არის როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. სოლომონ მეფის შესახებ ბევრი თქმულა ბიბლიის გარეთაც და ზოგადად მიიჩნევა, რომ მისი მეფობა იყო რაღაც მწვერვალი სახელმწიფო მოღვაწისა და იმ პერიოდში განსაკუთრებული ღვაწლი ჰქონდა ისრაელის სამეფოსთვის. აბსოლუტურად მართლაც ბრძანებთ, მამა ანდრია, ჩვენ ბევრი თქმულება გვაქვს, ბევრი გარდამოცემა გვაქვს სოლომონთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც საეკლესიო დამოკიდებულება ითვალისწინებთ ჩვენ ამ გარდამოცემებს, თქმულებათა რაღაც მთლიანობას ღებულობთ იმდენად, რამდენადაც ან იმ ნაწილს, ან ნაწილიც ეთანხმება და არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილის თხრობას. რაღაცა მთლიანობაში უნდა ავიღოთ ეს ყველაფერი და ყურადღება მივაქციოთ იმას რაზეც გაკვლიოთ საუბრობდით დავითთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი სიღრმისეული წვდომა და ანალიზი არ ქონია. არა აქვს ეს წმინდა წერილსაც და იმ გარდამოცემათა სიუხვესაც, რომელიც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებდა ის სოლომონთან ცოტა სხვა ვითარება. მოდით დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით, ანუ ჩვენ რამდენიმე დეტალი უნდა გავაერთიანოთ და მთლიანობაში წარმოვადგინოთ ეს ყველაფერი. თუ შეიძლება სანამ გავაგრძელოთ ვიტყვით რომ მაყურებლისთვის რომ ისრაელში არაისრაელის ხალხი ვინც დარჩა ესენი მხოლოდ ბეგარით დაიტვირთნენ ხოლო ისრაელებსო არ ბეგრავდა არამედ ყავდა როგორც სამხედრო ნაწილი ეს ჩანს რომ უკვე დიფერენცირება ხდება თუმცა ხაზგასმით არის ნათქვამი რომ არ მოწყვიტა, არ განდევნა ეს ხალხი, არამედ დატოვა. ანუ სრულიად შესაძლებელი იყო იმ პერიოდში, რომ მეფეს არა ებრაელი ხალხი განედევნა, დევნა ყოფილიყო მათზე და გაეწმინდა ამ კუთხით, მაგრამ სოლომონი ამას არ აკეთებს. თუმცა აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ გამოყოფილი არის, რომ სამხედრო ნაწილში ვინ ყავდა. ყავდა თავისი ერის წარმომადგენლები, რომელიც ბეგარისაგან განათავისუფლა. რომელიც ბეგარისაგან ან მათი ბეგარა გულისხმობდა სამხედრო მსახურებას. ამაში ასე თქვა ამის ნაცვლად რაღაც ელიტასავით იგულისხმებოდა რომ სამხედრო მსახურება არის ელიტარული. ეს ძალიან საინტერესო დეტალს მიაქციეს მამანდრია ყურადღება ვინაიდან ის პოლიტიკა რომელიც პოლიტიკასაც სოლომონი ატარებდა თავის თავში გულისხმობდა ისრაელიანთა როგორც აბრაამის მემკვიდრეთა განსაკუთრებულობის ხაზგასმას. განსაკუთრებულობის ხაზგასმას. აი, ჩვენ უკვე სოლომონის მეფობიდან ხვდებით მისიის პოლიტიზირების ცდელობას. არ ვიტყვით, რომ დავითთან ეს ასე არ იყო. არ ვიტყვით, რომ საულთან ეს ასე არ იყო. მაგრამ ის გამოხატულება და ის აქცენტები, რაც სოლომონთან აქვს, ეს ასეთი აქცენტირებული ნამდვილად არ ყოფილა. და რას გულისხმობთ ამაში? გულისხმობთ იმას, რომ ეს ერი არის განსაკუთრებული ერი და ეს მართლაც ასია. ამას თავისი მისია აქვს. ქრისტიანულ პერიოდში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მისია აქვს და ეს მისია გულისხმობს შენახვას, დაცვას და გავრცელებას იმ მესიანური მოლოდინისა, რომელიც კაცობრიობას უნდა ჰქონდეს. ჩვენ წმინდა წერილში ყველა პრობლემა, რომელიც წარმოდგენილია ისრაელის შიგნით, განვიხილავთ არა მარტო როგორც სამეფო შიგნით არსებულ პოლიტიკურ სოციალურ კრიზისს, არამედ როგორც ძველი აღთქმის ეკლესიის შიგნით მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესებს. რატო? იმიტომ რომ ამ წიაღში უნდა მოხდეს რაღაცა ისეთი, რაც დაცემული ძალისათვის აპრიორი მიუღებელია. დაცემული ძალა ჩვენ აი ბიბლიის თხრობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხაზი უნდა გაუსვათ, როდესაც ბიბლიას ვკითხულობ და იქ მიმდინარე პროცესებზე გვაქვს საუბარი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ღმერთთან რა კავშირი აქვს ისრაელს, ან ღმერთს რა კავშირი აქვს ისრაელთან.
ამ ურთიერთობის მიღმა არის მეორე ურთიერთობაც. დაცემული ძალა როგორ იბრძვის ამ კავშირის მოსასპობად, დაცემული ძალა როგორ იბრძვის ამ სამეფოს დასაქცევად, დაცემული ძალა როგორ იბრძვის იმისათვის, რომ ის საშიშროება, რომელიც საშიშროებაც ხაზგასმით ითქვა ჯერ კიდევ დავითის პერიოდში, რომ ამ გვარიდან უნდა მოვიდეს ის, რომლის საყდარი შეუძრავი იქნება, ეს დაცემული ძალისათვის არის ბრძოლის ველი, სადაც მან უნდა გაანადგუროს ყველაფერი ისეთი, რაც მისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომაც, როდესაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ ცხოვრება იუდეველთაგან არის და ამას ეუბნება სამარიტელ დედაკაცს, ამ სიტყვებში ძალიან ღრმა აზრიდებს, ამ ხალხის მისიადებს, ამ სამეფოს მისიადებს, ამ ეკლესიის მისია იგულისხმება. და ამიტომაც როდესაც ხაზგასმა ხდება მის განსაკუთრებულობაზე, ხაზგასმა ხდება განსაკუთრებულობაზე, როგორც ამ მისიის მატარებელზე. მეხსიერების მქონე ხალხს. ხო, ამ მეხსიერების ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის წიაღი, რომელიც წარმოიშვა იმისაგან, რომელთანაც ნათქვამია, შენ და მიკურთხება, შენში და შენგან იკურთხება, შენ და მიკურთხება ქვეყნიერების ყველა ხალხი, ყველა მოდგმა. ვიღაცა მოვა შენგან, რომელიც შენს მოდგმას კი არ ამყოფებს მარტო კურთხეულს, არამედ აკურთხევს და წმინდა ყოფს და დალოცავს ქვეყნიერების ყველა მოდგმას. აქ რაღაცა ინახება ისეთი, რომელიც მაკურთხებელი უნდა იყოს ხვალდაზეგ მთელი მსოფლიოს ხალხებისა. ყველას მაკურთხებელი უნდა იყოს. პავლე მოციქულიც აქცევს ამას ყურადღებას, რომ ზეთისხილია ისრაელი, რომელსაც დაეპყრო ველური მცენარე. ხო, აქედან მოდის ეს მის განსაკუთრებულ მისიას ისიც ხაზს უსვამს. მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ნელ-ნელა ისრაელის გაძლიერებასთან ერთად ძლიერდება მისი მისიის ხაზგასმა არა ღირებულებითი რელიგიური თვალსაზრისით, არამედ როგორც პოლიტიკური მდგენელი კაცობრიობის ისტორიაში. ახლა პოლიტიკაზე ვთქვით, ეს ახლა ჩვენ რაც ვისაუბრ, რასაც ხაზი გავუსვით, არის ესეთი მისტიური მხარე ებრაელი ხალხის ცხოვრებისა და როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ უკვე სოლომონ მეფე აკეთებს საყრდენად ქმნის იმ ხალხს, ვისაც ეს ისტორიული მეხსიერება აქვს, ვისაც მნიშვნელოვანი არის აბრაამი, ისააკი, იაკობი, მათი ცხოვრება, გამოცხადება ღვთისა, ამ ხალხზე აკეთებს აქცენტს და ეს დღევანდელ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ გინდა რომ ესეთი ხერხემალი შეინარჩუნო ერის, ხო უნდა ყავდეს ერში ისეთი ხალხი, რომელიც ისტორიულ თავის წარსულს ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს და აგრძელებს ამას. თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ გვაქვს სწორედ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშიშროება, რომელიც დევს და რომლის გაუთვალისწინებლობაც ამ მეხსიერებას ამახინჯებს, კი არ კარგავს, არა ამახინჯებს და რომლის გათვალისწინებაც პირიქით ამ მეხსიერებას მართებულ ფორმაში ამყოფებს. რა არის ეს? ის რომ ისრაელი რომელიც იმავდროულად პოლიტიკური ერთეულია მსოფლიო რუკაზე თავისთავად ცხადია შინაარსდება ღირებულებითი მდგენელით. მისი არსებობა, მისი ძლიერება განპირობებულია სწორედ იმ ლოცვით, რა ლოცვად სოლომონმა აღავლინა ტაძრის კურთხევის დღეს, რომ აქეთკენ უნდა იყოს მოქცეული კაცობრიობის სახე, აქედან უნდა იყოს მოქცეული კაცობრიობის მზერა და მარტო აბრაამის მოდგმის წევრმა კი არა. უცხოტომელიც, რომელიც მოვა და მიმართავს ამ ღმერთს, იმისიც უნდა შეისმინოს ღმერთმა. ეს არის სოლომონის ლოცვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მესიანური ხაზი. სოლომონი წვდება, რომ ეს რაც აშენდა, ვერ იქნება ვიწრო ნაციონალური ინტერესების მქონე არქიტექტურული სიდიადე. აქ რაღაცა მეტია, ვიდრე იერუსალიმში აღდგენილი და ის აქვე აშენებული ტაძარი. ამ ტაძარმა უნდა განაპირობოს იერუსალიმის ძლიერება არაუდენ პოლიტიკური ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, რა შინაარსაც ისრაელი ატარებს. ისრაელმა უნდა დაამოწმოს, უნდა შეინახოს და უნდა გაავრცელოს მოლოდინი მესიის შესახებ. შესაბამისად, როდესაც ამ მდგენელზე გვაქვს საუბარი, ამ შინაარსზე გვაქვს საუბარი, ისრაელი არის დიდი და მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ამ შინაარსს ახორციელებს, როგორც კი დაიწყება სხვა პროცესი და ისრაელი, როგორც პოლიტიკურად ძლიერი სამეფო
დარჩება მხოლოდ აზროვნების გამსაზღვრელი და მას გამოეცლება შინაარსი, რომ ამ პოლიტიკის მიღმა მას აქვს რაღაცა სულიერი მისია, აი ამ მისიის მდგენელის აღარ არსებობა, დაუდენ ისრაელის პოლიტიზირება თავისი ძლიერებით, რომელიც ღმერთისგან აქვს, მას იწვევს იმ აზროვნების დამახინჯებას, რა აზროვნებითაც ტაძარში ილოცა სოლომონმა. აი აქედან გვაქვს ჩვენ სწორედ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ისრაელის განსაკუთრებულობა, მისი შინაარსის მნიშვნელობა საულთანაც აგვაქვს, დავითთანაც აგვაქვს, მაგრამ არ არის აქცენტირებული იმ ნიშნით, მარტო იმ ნიშნით, პოლიტიკურ ნიშნითაც არის აქცენტირებული, მაგრამ შინაარსიც არის და ანუ შინაარსი არაა გამოცლილი. აი სოლომონის დროს ნელ-ნელა იწყება ბალანსი იღება. ხო, შინაარსის გამოცლა და ხდება ჩვენ ხელში გვჩება პოლიტიკურად ძლიერი ისრაელის პროექტი, რომელიც ვერანაირად ვერ უპასუხებს იმ მისიას, რომელი მისიას და რატო ვამბობ ახლა ამას მე. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენ ვიცოდეთ, აი დღეს არის ბევრი, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაცა პოლიტიკური ძლიერება, რაღაც სახელმწიფოს პოლიტიკური დომინირება არის ერთგვარი გარანტი, გამოსავალი ჭეშმარიტის. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. პოლიტიკური ძლიერება, სამხედრო ძლიერება კი არა. წმენითი ძლიერება და საზოგადოების ღირებულებითი ნიშნულისაკენ მიქცევა და აი ამ ღირებულებების, ჭეშმარიტი ღირებულებების გარშემო კონსოლიდაციაა გამოსავალი და რაღაცა ერთგვარი, როგორ ვთქვა, არ მინდა სიტყვა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ თქვენ კარგად გამიგეთ, გარანტი იმისა, რომ თაობები ამ ჭეშმარიტების გზაზე დადიოდნენ. თუ კი ამის აი რაღაცა ჭეშმარიტების დაცვის გარანტად ჩვენ რამბელიმე სახელმწიფოს ძლიერებას, ამ პოლიტიკურ ძლიერებას, ან სამხედრო ძლიერებას დავსახავთ მისნას, ჩვენ არსებითად შინაარს ვაცლით. არს ვაცლით იმ სიმტკიცეს, რომელ სიმტკიცეს ეს უნდა იდგეს ეკლესია. მთელი პრობლემა დგას ამაზე, რომ ძლიერება არის წმენაში, ძლიერება არის ღირებულებითად მართებულ ორიენტაციაზე სვლაში და არა ის გარეგნული რაც არის, უარსაყოფი კი არ არის. ისიც მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი არ არის, გარანტი ვერ იქნება. სოლომონის დროს სწორედ აი ეს ერთგვარი ბალანსი არის დარღვეული და რაღაცნაირად პოლიტიზირებული. ახლა ეს დამოკიდებულება იცვლება, ეს დამოკიდებულება კორექტირდება მის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. რას გულისხმობთ ამაში? ჩვენ საუბრისას, წინა შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნავდით და ვამბობდით, რომ ისრაელის გამფენა აღთქმულ მიწაზე, როდესაც ის შემოდის ის უნავესის დროს, დაინაწილებენ მიწებს, ტომებს თავთავიანთი სამკვდრებელი გაუჩნდება და შემდგომ იკავებენ მას. გასაგებია ტომობრივი კალჩაკეტილობის პრობლემის ფონზე, მაგრამ ყველას თავისი სამკვდრებელი აქვს, ყველას თავისი სივრცე აქვს და სამკვდრებელი რიცხობრიობის მიხედვით. ეს თავისთავში გულისხმობდა იმის, რა ქვია, ისრაელის ადმინისტრაციულ დაყოფას ბუნებრივი რამ წესით, ისე როგორც ის განალაგა, ასე ვთქვათ ღმერთმა. როგორ განალაგა ღმერთმა? არ უდავიათ ერთმანეთში ტომებს იმასთან დაკავშირებით, ვინცაც დამკვიდრებულიყო. წილის ყრით კიდობნის წინაშე უფლის ნების მითითებით ყველამ თავისი სამკვდრებელი იმას აკრა და ამ სამკვდრებელში არავის ტომები ერთმანეთს არ ეცილებოდნენ თუ რაღაცა სხვა საკითხის შესახებ კონფლიქტს არ ვნახავთ ეფრემის ტომსა და სხვა ტომებს შორის, ხო? აი ამ სივრცის გადანაწილების თვალსაზრისით კონფლიქტი ტომებს შორის არ ყოფილა. ახლა საინტერესო გახლავთ კიდევ ერთი დეტალი. გახსოვთ თავის დროზე ჩვენ საუბრობდით 70 უხუცესის გამორჩევის შესახებ ჯერ კიდევ მოსეს დროს, როდესაც უზენაესი საკანონმდებლო დელეგირება გააკეთა ხელისუფლების. ხელისუფლების აი უზენაესი ორგანო ჩამოყალიბდა, რომელსაც ევალებოდა მეთვალყურეობა და გადაუნაწილა ხო. ხო. ახლა ეს 70 უხუცესი ჩვენ თავის დროზე ვთქვით, საიდან მოდის ეს 70 უხუცესი? მოდის იმ სოციალური ქსოვილიდან, რომელზეც ისრაელი შენდებოდა. ქვემოთა საფეხურში, ანუ ძირითად საფეხურზე ყვანან ისრაელიანი მამაკაცები, მოქალაქეები, არა მარტო მამაკაცები, ამ შემთხვევაში ოჯახის უფროს, ამას ვაქცევ ყურადღებას, თორე იქ დედაკაცის ის არ არის არანაირად დაკლინებული.
ეს ოჯახის უფროსები იკრიბებოდნენ და ოჯახის თავს ირჩევდნენ, შემდგომ გვარის მეთაურს ირჩევდნენ, გვარის მეთაურები იქნებოდა და ხო, აი ასე მიდიოდა 70 იკრიბებოდა, ან 72 არის აზრი, რომ 72 თითო ტომიდან 6 იკრიბებოდა და ეს იყო, ანუ ადმინისტრაციული ბუნებრივი სახით ადმინისტრაციული დაყოფა, რაც ისრაელის ტერიტორიაზე, ქანაანის ტერიტორიაზე უკვე ისრაელის სამეფოში მიმდინარეობდა, ეს სრულიად იყო ჰარმონიზირებული აი ამ ქსოვილთან, აი ამ არჩევნებთან, რომელიც 70 თუ 72 კაცის უხუცესის სახით იყო წარმოდგენილი. სოლომონი იწყებს ისრაელის ადმინისტრაციულ დაყოფას არა ტომობრივი საზღვრების მიხედვით, არამედ გადაალაგებს ამას და ადმინისტრაციებს დაყოფს ისე, რომ თითო ადმინისტრაციაში შესაძლებელი იყო 2-3 ტომის, ასე ვთქვათ, საზღვარი მოქცეული. ეს საწერია, გიორგისაც შეიძლება. ეს ამის შესახებ, ესე იგი, ჩვენ ცნობა გვაქვს, როგორც მეფეთა და ნეშტა წიგნებში, ასევე, ასე ვთქვათ, ისრაელის ისტორიის ძალიან საინტერესო კვლევარები ამას აქცევენ ყურადღებას. ამიტომ ესე დაწრულებით ბიბლიის ტექსტში რა თქმა უნდა. და საინტერესო გახლავთ ისიც, რომ როდესაც ადმინისტრაციული დაყოფა აი ამ სხვა ნიშნით წავიდა, ანუ ადმინისტრაციის შიგნით ერთი ტომი, ადრე ადმინისტრაციის შიგნით ერთი ტომი იყო, მაგრამ ახლა ადმინისტრაციის შიგნით გვაქვს რამდენიმე ტომი, 2 ან 3 ტომი. შესაბამისად, ის არჩევნები, რომელი არჩევნები ტომის შიგნით მოდიოდა და შემდგომ ჯერ ოჯახის შიგნით, მერე გვარის შიგნით, მერე ტომის შიგნით და მერე ტომთა ერთობას წარმოადგენდა ზემო 70-72 კაციანი კრებული, ეს სტრუქტურა ირღვევა. ვინაიდან ადმინისტრაციის შიგნით უკვე ერთი ტომის წარმომადგენლები, ერთი შტოს წარმომადგენლები ვეღარ იკრიბებიან, იქ უნდა მოხდეს რამდენიმე შეკრება რომ მოხდეს, სხვა ადმინისტრაციას აკლდება ეს ყველაფერი და ამიტომ თითქოს შიდა რაღაცა აი ამ ბუნებრივ მასა ქვია წესრიგს სოლომონი ერთგვარად სხვა ყაიდაზე მოაწყობს. რა არის ამის პრინციპი? ამის პრინციპი არის ის საშიშროება, რაც სოლომონმა დაინახა ჯერ კიდევ დავითის მეფობაში, რომ ბენიამინის ტომს არ ჰქონდეს ის წარმომადგენლობა, რომელიც წარმომადგენლობას უხუცესთა საბჭოში ხმა მაღლა დაიყვერებს და იტყვის, რა საერთო გაქვს ისრაელ და იესეს სახლში შენი კარბებისაკენ და ასეთი მოწოდებები. იმისათვის, რომ აი 70 კაციანი თუ 72 კაციანი ეს უზემოესი კრებული იყოს ცენტრალიზებული და იყოს, ასე ვთქვათ, მასე რა ქვია, აზრზე მოაზროვნე, მოშლის საშიშროებას აი ამ ერთგვარი შიდა დამოუკიდებლობისა და ცენტრალიზებულებას გააკეთებს, რა ქვია, წყობას წარმოადგენს. ეს ერთი შეხედვით თითქოს დადებითი მოვლენაა, მაგრამ კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ ეს ერთობა ისრაელის საკრებულობაში უნდა განპირობებული ყოფილიყო ღირებულებითი ნიშნით და არა პოლიტიკური და სოციალური ადმინისტრაციული ძალადობის ნიშნითაც განახორციელა სოლომონმა. ახლა ყურადღება მივაქცევთ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს, რომ აი ეს ადმინისტრაციული დაყოფა შეეხო მთელ ისრაელს იუდას ტომის გარდა. იუდას ტომს ეს არ ეხება. და თუ ეხება, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ სოლომონის შემდგომი პერიოდის იმას აქვია დეტალებით, რომ თუ ეხება მისთვის სასარგებლო და არა მისთვის საზიანო. ბენიამინის ტომი შემოდის იმის აქვია იუდას ადმინისტრაციაში. ანუ ყველაზე ისეთი ტომი, რომელიც დავითის დროს ეს ტომი შემოდის. ამიტომაც რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ყველა ტომი რაღაცაზე დაზარალებულია იუდას ტომის გარდა. აქედან გამომდინარე ისტორიკოსები ყურადღებას აქცევენ იმასაც, რომ სწორედ ამის გამო აი ამ რეფორმის, არა მარტო ამის, მაგრამ ამ რეფორმის გამოსაც უკვე სოლომონის მეფობის დროს იწყება უკმაყოფილება არა სოლომონის მიმართ, მარტო არამედ იუდას ტომის მიმართ. მოდი გავიხსენოთ დავითის დროს რა იყო. დავითის დროს ტომები ერთმანეთთან კამათობდნენ და ისრაელიანი ტომები, ანუ იუდას ტომის გარდა სხვა ტომები, ამბობენ რომ მეფე ჩვენი უფროა ვიდრე თქვენი, როდესაც აბესალომის დევნის შემდგომ დავითი გადმოყავთ იმას რა ქვია იორდანის მდინარეს დასავლეთით, ხო? და მთელი კამათია და მთელი დავა ატეხილი იუდას ტომის უხუცესებსა და დანარჩენი ისრაელის ტომის უხუცესებს შორის, ხო? და ეს შიდა კონფლიქტი თავის თავში გულისხმობდა პრეტენზიას და საშიშროებას, იმიტომ რომ მეფე რო იუდას ტომიდან იყო, ამით იუდას ტომს არ მიეღო რაღაცა პრივილეგიები და დავითის დროს იუდას ტომი არ იღებს პრივილეგიებს.
აი სოლომონის დროს იუდასტომი იღებს პრივილეგიებს. ამიტომაც ერთ-ერთი მკვლევარი ძალიან კარგად ამბობს, რომ სოლომონის დროს ისრაელს უყვარდა იერუსალიმი, მაგრამ არ უყვარდა სოლომონი. იმ დროს, როდესაც დავითის დროს ისრაელს უყვარდა იერუსალიმიც და უყვარდა დავითიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ ეს შიდა რეფორმები, რომელიც აშკარად სახელმწიფოებრივია და დადებით კონტექსტში ისმინება, შინაარსი როგორც კი გამოცლილი აქვს მას, როგორც კი აცდენილია იმ ბუნებრივ წყობას, რა წყობითაც ისრაელს აშენებს თავად საფრთხო განგებულება, ჩვენ ვიღებთ რაღაცა სიცარიელეს, რაღაცა საშიშროებას ამ სიკარგეში, რომელიც სოლომონის მეფობის შემდგომ მომენტალურად იჩენს თავს და ამის შესახებ ჩვენ მერე ვისაუბრებთ. ახლა ამას თავისი გაგრძელება აქვს იმ თვალსაზრისით, რომ სოლომონის ძლიერი სამეფო, რომელთან დაკავშირებითაც დათქვამია, რომ ვერცხლი ქვებს გაუტოლაო. ანუ იმდენად დიდარია ისრაელი, რომ აი უბრალო ქვის ფასად არის ვერცხლი დასული, იმდენად უხვად მოიპოვება ზოგადად ვერცხლი ყოველთვის იყო, ახლა რატო არის ოქრო, რატო არ არის ნახსენები და ვერცხლია ნახსენები, ვერცხლი ყოველთვის იყო უფრო იშვიათი და უფრო ისეთი მეტალი ვიდრე ოქრო ან სპილენძი. აი ვერცხლის დღევანდელ დღემდე ხო ეს საფონდო ბირჟაზე ვერცხლის სხვა საზომი აქვს, სხვა ფასი აქვს, სხვანაირად იზომება და ძალიან ისეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი მეტალი იყო. და როდესაც წმინდა წერილი საუბრობს სწორედ ვერცხლზე და ამბობს მის იმდენად დიდ სიუხვეზე, რომ ქვებს ჰქონდა ის უბრალო ქვებზე იყო გატოლებული, ამასთან დაკავშირებით საუბარია, რომ ისრაელი მართლა ზღაპრულ, მართლა ენით აუწერელ, მართლა გონებით წარმოუდგენელ ფუფუნებაში და სიმდიდრეში ცხოვრობს. მაგრამ ცოტა მოგვიანებით სოლომონის მეფობის შემდეგ მომენტალურად დაფიქსირდება ძალიან საინტერესო რამ. ხალხი იტანჯება ბეგარისაგან და არა მარტო ისინი, რომლებიც ისრაელიანი არ არიან. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ეძლევა იმას, რომ სწორედაც რომ ისრაელიანებიც იტანჯებიან ამ იმისაგან. მოდი ყურადღება მივაქციოთ ეს ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. რასთან დაკავშირებით არის საუბარი? საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ძალიან დიდმა ზღაპრულმა სიმდიდრემ ისრაელში გააჩნდა რაღაცა ისეთი, რაცაც ისრაელი აქამდე არ იცნობდა. ეს იყო სოციალური საფეხურების ძლიერი განსხვავება ერთმანეთისაგან. ისრაელში გაჩნდნენ ძალიან ღარიბები და ისრაელში გაჩნდნენ ძალიან მდიდრები. ძალიან აი საშუალო ფენა უფრო იყო წარმოდგენილი ისრაელში აქამდე, მაგრამ აი ახლა აქ საშუალო ფენა ნელ-ნელა ვიწროვდება და ყავს ძალიან ღარიბები და ყავს ძალიან მდიდრები. შესაბამისად დიდი ხნის პრობლემა ყოფილა ეს საზოგადოებაში. ხო, არა, ეს ძალიან დიდი სოლომონის სამეფოში ეს დიდარდა, ესეც სამეფოში ეს აშკარ. ახლა ამის მიღმა რა ეგზნობა კიდე? რას აქცევენ ყურადღებას კვლევრები? კვლევრები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ აი ამ სოციალურმა ღრმა დიფერენცირებამ და განსხვავებულობამ გამოიწვია ის, რომ ამ დიდრებისაგან ეს ღარიბები განიცდიან მეტ ჩაგვრას, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში შეიძლება ღარიბს ქონოდა მდიდრისაგან. სხვა სახის, სხვა ტიპის ჩაგვრა გაჩნდა ისრაელში და ამ ჩაგვრაზე როცა გვაქვს საუბარი, გვახსენდება ისრაელის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც ყოველ მე-7 ან ყოველ საიუბილეო წელიწადში აუცილებლად ვალებისაგან ხდებოდა პატიება, ხდებოდა განთავისუფლება, ისრაელი თავიდან იწყებდა ეკონომიურ ცხოვრებას, პოლიტიკურ ცხოვრებას. ერთგვარი გადახალისება ხდებოდა იმ დაგროვილი პრობლემებისა და ეკონომიური თუ სოციალური პრობლემებისა და ჩანს სოლომონის დროს მდიდარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მე-7-იან საიუბილეო წელმა არ მოუწროს და ღარიბისაგან რაც შეიძლება მაქსიმალური მისაღები მიიღოს და ეს კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს ისრაელში ამ სოციალურ მდგომარეობას. ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელსაც წმინდა წერილი ასევე გვაუწყებს, გახლავთ ის, რომ სოლომონ მეფე იმ შენელობის და იმ დიპლომატიური მეგობრობის წილ, რომელიც მას ტვიროსის მეფე ხირამთან გააჩნია, ის რაღაცა ქალაქებს გადასცემს, ჩრდილოეთით ქალაქებს გადასცემს. რომელიც არ მოეწონება. არ მოხოჩავა ახლა ეს მეფე რომ ნახავს რამაჩუკა სოლომონმა და ყოველად უვარგისი ქალაქები აჭუკან, საშინლად 20 ქალაქი. ხო, რაღაცა და ესე ქვია, ქაბულს უწოდებს, ანუ უვარგისა ადგილებს უწოდებს. ეს ამაჩუკე ძმაო ეუბნება და ნუ სოლომონი ეუბნება, ნუ თითქოს და ეს აღარ გრძელდება იქ
მაგრამ პასაჟი ასეთია, რომ საჩუქარს ის არ გაესინჯება, ხოკვილი არ გაესინჯება ნაჩუქარს ხელს და რაც მოგეცა იმით იყავი კმაყოფილი. თუმცა სოლომონიც მისგან ძალიან ბევრ საჩუქარს იღებს. თავისთავად ხადია, მაგრამ მერეც გრძელდება ეს. ხო, მაგრამ აქ საინტერესო რა არის მამანდრე, იცით? კანონით რჯულით კატეგორიულად იგრძალება. მიწა გადავიდეს გვარიდან გვარში, ტომიდან ტომში, არამსთულ ქვეყნიდან ქვეყანაში. ეს მიწა საფრთხო მიწაა. ამიტომ იყო ლევირატის ქორწინება. ლევირატის ქორწინება რას გულისხმობდა? თუ კი მამაკაცი გარდაიცვლებოდა, ისე რომ მას შვილი არ ეყოლებოდა, უშვილო აი მის ქვრივ ცოლსთან უნდა დაწოლილიყო მისი ძმა და მის სახელზე დარჩენილიყო ხო რატო იმიტომ რომ ამას ბავშვი გაუჩნდებოდა ეს მიცვალებული სახელზე იწერებოდა რატო იწერებოდა მიცვალებული სახელზე ვინაიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა მას უნდა ემემკვიდრა ის მიწა რა მიწაც ჰქონდა მის გარდაცვლილ მამას პრობლემა მის უშვილობაში იყო არამდენად ის რომ შვილი არ ყავდა არამედ ის რომ მიწას მემკვიდრე და ეს მიწა სხვაგან უნდა გადასულიყო თუ ეს მიწა სხვაგან უნდა გადასულიყო მაშინ ამას სპეციალური ასე ვთქვათ კომისიის დადგენილება ჭირდებოდა რომელიც შემდგომ ვეღარ გასაჩივრდებოდა ჩვენ ასეთი მაგალითები რამდენიმე გვაქვს წმინდა წერილში ღრუთან დაკავშირებითაც გვაქვს ასეთი მაგალითი შემდგომ მეფეთა წიგნში გვექნება ასეთი მაგალითები როდესაც მიწის აი ეს კონტროლი საკმაოდ ისეთია მკაცრია და რჯული ამის განსაკუთრებულ ყურადღებას რატო რჯულის მიხედვით ამას მივაქციოთ მანდრია ყურადღება რომ ისრაელი განიხილება არა ისრაელის მიწა და არამედ ეს არის მიწა რომელიც ღმერთმა მისცა მათ ღმერთის საფრთხო მიწაა ღმერთისაგან მიცემული ისრაელი როდესაც ისრაელს იცავს ისრაელიანი როდესაც თავის სამშობლოს იცავს მას აქვს აი ეს მენტალური კვეთა აქ რომ ეს არის რაღაცა ისეთი სამკვიდრებელი რომელიც ღმერთმა მომცა და იმას ვიცავ ჩემს სამშობლოს კი არ ვიცავ მარტო ღვთის საჩუქარს ვიცავ ეს იყო სხვათა შორის ჩვენი ქართული ერთობის წინაპრების გააზრებაშიც რომ ისინი იცავდნენ არა მარტო თავის ეზოს და კარს არამედ რაღაცა საღვთისმშობლოს რაღაცა ისეც რომელიც იწილხვედრა ღვთისმშობელმა და ამის განიავება ამის დაუცველობა ამის მოულელობა არაფრით არ შეიძლება და ეს მისთვის არ იყო მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური აქტი, ეს მისთვის ღირებულებითი, ზნეობრივი და რელიგიური აქტი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დღესაც ხო, აი ეს იდეა უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი სამშობლო ეს არის არა მარტო ჩემი ეზო და კარი, სადაც მე ეგოისტურად ჩავიკეტები და მეზობელს ყურადღებას არ მივაქცევ და თავარია ამ ეზოში იყოს ყველაფერი ეს მოწესრიგებული. არა. მთელი ეს სივრცე არის ჩემთვის საპასუხისმგებლო სივრცე. ეს არის სივრცე, რომელიც ღვთისმშობელმა იწილხვედრა და ამ სივრცეს ჭირდება მოვლა და ამ მოვლიზოს მე პასუხისმგებელი ვარ არა მარტო იმ ხალხზე, რომელიც ამ ტერიტორიაზეა განლაგებული, არამედ მის წინაშე, რომელიც წილხვედრის არის ეს მიწა. უწინარეს ყოვლისა მის წინაშე მაქვს ეს პასუხისმგებლობა. ეს იქნება მართველი, ეს იქნება მთავარი, ეს იქნება, რა ვიცი, მე წინამძღოლი თუ ვინც იქნება და როგორც იქნება. პასუხისმგებლობა, დღეს ჩვენი პრობლემა რა არის? დღეს ჩვენი პრობლემა არის, რომ შევპირდეთ ის, რაც გაუხარდება ხალხს. მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაკეთოთ ის, რაც სათნო იქნება მისთვის, რომელმაც იწილხვედრა მთელი ეს ქვეყანა. როდესაც ჩვენ გადავაწყობ ჩვენ აზროვნებას ამაზე, რა არის სათნო მისთვის სათნო არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანას უშველის, ამ ხალხს უშველის და ფეხზე დააყენებს. ასე უნდა ეცხოვრა ისრაელსაც. ისრაელი ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური წერტილი. ისრაელი ეს არის საღვთო შესაკრებელი. ისრაელი ეს არის საღვთო სამსახურებელი. და როდესაც სოლომონი ამ ქალაქებს, ჩრდილოეთ ქალაქებს მოხსნის და ასე უდარდელად გადასცემს უცხო მეფეს, ის პირდაპირ აგრძელებს, ის პირდაპირ ამბობს ეს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, ისეთ რამეს, რომელიც წმინდა წერილში სახეობრივად შემდეგი სიტყვებით არის მოცემული, რომ სოლომონმა 20 წლის შემდგომ დაასრულაო ორი სახლის შენება, რომელ სახლზეა საუბარი? უფლის სახლზე და სამეფო სახლზე. აი აქ სოლომონი აშკარად არის მეფე, რომელიც გვერდით უზის ზეციურ მეფეს და ზეციურ მეფე, რომელიც განაგებს რაღაც ზეციურ კანონებს, ხოლო სოლომონმა იცის როგორ განაგოს ისრაელის კანონები. რაღაცა მეტი გახდა სოლომონი ვიდრე კონსტიტუცია, რაღაცა მეტი გახდა სოლომონი ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ისრაელის
როგორც კულტურული, როგორც ასე ვთქვათ, რომელმაც უნდა განსაზღვროს ისრაელის იდენტობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ისრაელის თავისთავადობა, ახლა ამას საღვთო კანონები ის ღირებულებათა სისტემა კი არ განსაზღვრავს, რაც ღმერთმა მისცა ისრაელს. ახლა ამას თვითონ სოლომონი განსაზღვრავს თავისი პოლიტიკური შეხედულებებით. ახლა აქედან მომდინარე ეს არის სოლომონის არჩევანი. ეს არის სოლომონის არჩევანი, მაგრამ მარტო სოლომონის არა მომანდრი. მე თავისთავად ცხადია სოლომონი ამის თავში და თავისთავად ცხადია ავტორი სოლომონი ამისა, მაგრამ აქ სოლომონის გარშემო შეკრებილ საზოგადოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს საზოგადოება, რომელიც სოლომონს უწონებს ამ საქციელს, ეს საზოგადოება, რომელიც კმაყოფილია სოლომონის ამ რეფორმებით, ეს არის მდიდარი თვითკმაყოფილი სოლომონის პოლიტიკით, აბსოლუტურად. მაგრამ სოლომონს ხო ყავდა ხუცესებიც. ამ ხუცესებზეა საუბარი. ამ ხუცესებიდან პროტესტი არის. ანუ აქ ჩვენ დავითის მეფობასთან რო შეპირისპირება წარმოვიდგინოთ სოლომონის მეფობის, არის ერთგვარი უკუსვლა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა საკრალური იკარგება თითქოს, დიდი ენერგია ყურადღება მიაქვს პოლიტიკას, ერთგვარი აზარტი შემოდის გამდიდრების და აი ამ აზარტის ცნობიერების ცენტრში მოხვედრით პერიფერიებზე გადაინაცვლებს თავარი ღირებულებები, რაც არის, რასაც ისტორიის განმავლობაში მოყავდა ებრაელი ხალხი და ამიტომ ბალანსი ირღვევა თითქოს. დავით მეფის დროსაც სახელმწიფო ძლიერი იყო, თუმცა აქ სოლომონი განსაკუთრებულ ნიჭს იჩენს პოლიტიკური თვალსაზრისით და ზოგი რაღაცა იკარგება მისი თვალსაწიერიდან. როგორც ეს ქალაქები დაიკარგა, როგორც აქცენტს აკეთებს თქვა სხვა რაღაცა უფრო პრიორიტეტული მიაჩნია პოლიტიკური თემები. გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა აქ, როგორც გადაცემის სათაურის მიხედვითაც, ხო? გზაჯვარედინი სად არის სოლომონისთვის? აი, გვაქვს ჩვენ დავითის მეფობა, დავით მეფე სწორედ ასე აღიქომს გოლიათთან შებრძოლების დროს, რომ ის იბრძვის არა პირადი რაღაცა მის საჩვენებლად, გმირობის საჩვენებლად, არამედ შეურაცხყოფას გრძნობს, რომ მთელი ერია შეურაცხყოფილი, საღვთო ერია შეურაცხყოფილი და ამას ეწინააღმდეგება, ღვთისახელით გადის იქ. და დავით მეფის მეფობის დროსაც ისრაელი ძლიერია, სოლომონის დროსაც ძლიერია, მაგრამ სადღაცას ჩნდება პატარა ბზარი, უკვე ხედავთ ჩვენ ამას, რომელიც მერე ბოლოში ძალიან დიდ ნაპრალს აჩენს დავითის მეფობასა და სოლომონის მეფობას შორის. აი, სად გადაუხვია სოლომონმა, რა იყო ის შტრიხი, რომელიც გამორჩა მას, არ მიაქცია ყურადღება, ან ვერ მიაქცია ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ანდრე და მოდი წმინდა წერილს მიმართოთ. როდესაც ტაძრის მშენებლობა დასრულდება და ყველაფერი ასე ვთქვათ, სრულყოფით იქნება გასრულებული, უფალი კიდევ ერთხელ ეცხადება სოლომონს და ეუბნება, რომ შეისმინა მისი ლოცვა და მისი თვალი და მისი ყური ყოველთვის ამ სახლში იქნება. ძლიერებას არ მოაკლებს სოლომონის სამეფოს, მაგრამ თუკი სოლომონი, თუკი მისი შთამომავლები, თუკი ისრაელი არივლიან იმ გზაზე, რომელ გზაზეც დავითი დადიოდა, არ შეასრულებენ მის ცნებებს, არ დაიცავენ მის წესს, მის სამართალს. მე თვითონ დავანგრევ აქაურობას, მე თვითონ მოვშლი აქაურობას. ისე მოვშლი, რომ ვინმე კი თუ ნახავს ამას, იტყვიან ასეთი რითი განარისხა ამერმა ღმერთი, რომ ასეთი რაღაცა დამართავ. სასაცილოდ გავხდე. სასაცილოდ და საიგავოდ გაქცევთო ისეთ რაღაცას გავაკეთებო. აი ყურადღება მივაქციო ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ სოლომონი აგებს ტაძარს და ტაძრის აგებით სოლომონი იღებს პასუხისგებლობას, ის პასუხისგებლობას ამ ტაძრის ფუნქციის წინაშე. ამ ტაძრის ფუნქცია თუ დაეკარგა, თვითონ ტაძარი არაფრის გამკეთებელი არა ამ სიტყვის აბსოლუტურად დადებითი და კარგი გაგებით. ტაძარი თუ დაცარიელდა და ტაძარი თუ იქნა მხოლოდ სიმბოლო სოლომონის მეფობის ძლიერებისა, რაღაცა ნიშანსვეტი იმისა, რომ რა მაგარი რაღაცა გააკეთა სოლომონის დროს ისრაელმა, ეს ამ ხალხში გახდება სიამაყის, ეს ამ ხალხში გახდება ქედმაღლობის საბაბი
რაც ვერანაირად ამ ხალხს ღმერთთან ვერ დააკავშირებს. ტაძრის შეგნებას აქვს არა ინიციატივის შინაარსი, მხოლოდ ამით პასუხისგებლობის შინაარსიც. ტაძრის შენების ინიციატივა კარგია და უპირობო დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ კი ის მხოლოდ ინიციატივით და მისი მშენებლობის იმით სრულდება და პასუხისგებლობა უკვე ამ ტაძრის აშენების მერე რაც უნდა მოხდეს იხსნება, მაშინ ამ ტაძარს ამ ტაძრის გარშემო ძალიან დიდი პრობლემები მოიყრის თავს. ღმერთი ეუბნება სოლომონს სწორედ ამას. ის რაც შემსადიდებლადაა. მე თვითონ დავანგრევ, მე თვითონ მოვშლი ამ თქვენც გაგრეკავთ ამიდან. აქ პრობლემა რაშია? არსებობს რაბინული გარდამოცემა, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ისეთი რაღაცა იმპულსის მომცემი ამასთან დაკავშირებით, რომელიც მე წმინდა წელში თავის თავაცხადი აპოვებს თავის გამოვლინებას, რომ სოლომონმა ტაძარი რო ააშენა, მეორე დღეს სხვებს შეწირვაზე აღარ წავიდა. ანუ ტაძარს მიანიჭა თავისთავადი მნიშვნელობა. ტაძარი არ გაშინა. მოდი ახლა ერთი მნიშვნელოვანი რამე გავიხსენოთ წმინდა წერილიდან. გავიხსენოთ ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები, რომლის დროსაც კიდობანი იკარგება. რატო იკარგება მაშინ კიდობანი? მაშინ კიდობანი იმიტომ იკარგება, რომ კიდობანი როგორც სიწმინდე თავისთავად მნიშვნელოვან იმას აქვია საგანს წარმოადგენს და უგულებელ ყოფილია ამ სიწმინდესთან ურთიერთობის აუცილებელი შინაარსი. ელი მღვდელმთავრის შვილები, მთელი სამღვდელოება, მთელი ისრაელი გარყვნილებაშია ჩავარდნილი. იმედი აქვს, რომ რაღაცა კიდობანი უშველი, ანუ ესენი გააგრძელებენ არასწორ ცხოვრებას, ესენი გააგრძელებენ არასწორ აზროვნებას და რაღაცა კიდობანი დაეხმარება მათ. დატოვებს კიდობანი და ფილისტიმელებთან წავა. ზუსტად იგივე შეუბნება აქ ღმერთი. ზუსტად იგივეზეა აქ საუბარი. რომ ეს ტაძარი კი არ არის გამსაზღვრელი იმისა, რა ურთიერთობაც მე და თქვენ უნდა. ეს ტაძარი არის ფუნქციის მიმღებელი. თორე გამსაზღვრელი არის ის ურთიერთობა, რა ურთიერთობაც ისრაელს უნდა კონდეს ჩემთან ამ ტაძრის გარეშეც. პრობლემა იწყება სწორედ აქედან. როდესაც მე რაღაცის მედიდურობით, რაღაცის ქედმაღლობით, ხაზგასასმელად, რაღაცა არქიტექტურულ რაღაცას იმას ვქნი, რაღაცა აქ აღარ არის ჩემი გული, არ არის ჩემი რწმენა, არ არის ჩემი მსახურება, ჩემი პიროვნების კი არა, საზოგადოების, ერთობის. ამას ვნახავთ რას მოიტანს ეს შემდგომში. თავისთავად ცხადია. როგორ ნაპრალს მოიტანს. აქ მახსენდება სწორედ რითიც ამ გადაცემათა ციკლს ვიწყებდით, მაშინ ამბობდით ნამდვილი მსახურება და იმიტაცია მსახურებისა, ისევ იქ მივდივართ, ისევ იქ ბრუნდებით, როდესაც ადამიანები ზოგჯერ ერი ივიწყებს, რას იკეთე უქნა ღმერთმა, მათ მამაპაპას და აქ გავიხსენოთ, რითი იწყებდა ლოცვას სოლომონი ღვთისწინაშე, რა ითხოვა, რა შეპირდა ღმერთი და დაავიწყდა მასაც თავისივე ლოცვა, თავისივე სიტყვები და ის ძღვენი, რაც ღმერთმა მისცა და თქვათ აქ, რომ მას არ უთხოვია სიმდიდრე, არ უთხოვია მტრების სულები, არ უთხოვია განდიდება, მან ითხოვა სული, გული გონიერი და უფალმა უთხრა, რომ რადგან ისინი არ ითხოვე, მოგცემ რაც ითხოვე და სიმდიდრესაც და ძლიერებასაც გაჩუქებ როგორც მეორადი რამ. და ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ყველაფერი კარგია, რაც ცხოვრებაში გეძლევა, უბრალოდ თუ დაგავიწყდა, რომ სათავეში ღმერთი უნდა იყოს და შეატრიალეს პრიორიტეტები, თუ გადაალაგე პრიორიტეტები, მაშინ ეს ყველაფერი ირევა და ვეღარ იგებს ადამიანი რის გამო რა დაიკარგა. აქაც სწორედ ეს გვაქვს, პრიორიტეტი დაიკავა სხვა რაღაცამ. ის რაც მეორადი საჩუქარი იყო ღვთისაგან, არ უთხოვია სოლომონს. აჩუქა ღმერთმა ისიც. და მისი ყურადღება მიიპყრო სრულიად ამან და უგულებელყო ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხო და დარიგებები. ხო, ჩვენ ხედავთ ციტე, ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ მანდ ალბათ დღეს უნდა და ეს იყო ეს არის გზაჯვარედინი, რომელზეც გადაუხვია. ხო და აი ჩვენს დღევანდელ დღეს აი ჩვენთვისაც დღევანდელ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ტაძარში თუ არა მაქვს ტაძარში თუ არა მაქვს მე ის ურთიერთობა, რა ურთიერთობასაც მე კი არ ვთავაზობ ღმერთს, არა ღმერთი თავაზობს მე. ამას მივაქციოთ ყურადღება.
ჩვენ ნახავთ მე სოლომონის ტაძარი კერძ დაცარელებული, მაგრამ ამ ტაძრის გარშემო ისეთ რაღაცები გაკეთდა, რომ ჯობდას ისიც არ ყოფილიყო და ესეც არ ყოფილიყო. ჩვენი გადაცემის დრო იწურება, გიორგი. ამ თემაზე კიდევ შეიძლებოდა ბევრი იმპროვიზაცია და გახსენება სხვადასხვა ადგილების ბიბლიიდან, არა რაც იგივე შინაარს ცხადყოფდა. მაყურებელს დავემშვიდობები, ბანდლობას მოგახსენებ ამ საუბრისთვის, მაყურებელს დავემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ გადაცემაში ჩვენ კვლავ სოლომონ მეფის მეფობის პერიოდზე ვილაპარაკებთ და უკვე უფრო ცხადი გახდება განსხვავება დავით მეფის მეფობასა და სოლომონ მეფის მეფობას შორის და ეს ნაპრალი, რაც დღევანდელი საუბრის დროს გამოიკვეთა, უფრო თვალსაჩინო და უფრო ფართე გახდება. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.